გადაღებას ერთი წამი, всё. მოიცა ერთი წამს. აჰა, მოვედით გოდოგანით, რა ქვია ამ ადგილს. წყალი ძალიან მაგარი ის არის. ქუთაისის შესასვლელი. ოპა, ესეც ჩვენი დღევანდელი ბლოგი. ეს ხალხნო, ნახეთ, პროსტა არის საოცნებო ადგილი. ესე იგი, თელი დღე ვიხვეწებოდი აქ წამოსვლას და ძირს დამთანხმდნენ. არ იქნება საფრთხაწყალიო, ნახეთ რა მაგარი საბანაოა. შარშან და შარშანწვი ნახე, ესე იგი TikTok-ზე ედოთ ვიდეოები აქ საბანაოზე. ხა დღეს ბევრი ხალხი, ვაფშე არ არის ხალხი. აუ რა მაგარი ადგილია. რა კადრებს გადავიღებ. ეს გახლავთ აი აქ რა ქუთაისის ძველი გზა თუ რა ქვია ამას არ ვიცი. მოკლედ იქ მიუთითებ აღწერაში რა. Google Maps-ში როგორ უნდა ნახოთ. ძალიან მაგარი ადგილია, ხა საცურავთ. ვერან რაც კაი ის არის აქ. საბანაო. ნუ რა სილამაზია ნახეთ. აი ძმაო საბანაო არის ეს. ნახეთ რა მაგარია. რამიდა ტაილანდში, აგერ მოდი ქუთაისში. ურა კაია. სასწაული ადგილია. ხეთ რა საბანაოა. დინარე წყალწითელა. აჰა, წეგან გადავხდი. რესტორნის სიმღერებიც მოდის, აგერ შვენიერი საბანაოა. აქეთ ისინი თებზაობენ. მაგარი საბანაოა, აი. აქ ზაფხულზე გადავსებული იქნება აქაურობა. სისუფთავეა. აქა-იქ ხერთი ორი ბოთლი კი გდია, მაგრამ იმასაც წავიღებთ რა. პარკები ზედმეტი მაქვს და დავასუფთავებ და შეინარჩუნეთ სისუფთავე აქ. ეს არის ადგილი, აი მოწამეთას ეკლესიაში ხო ხართ ნამყოფი. იქ ქვევით რო მოწამეთას ეკლესია კლდეზე ხო არის სულ ზევით. იქ კანიონში გამოდის ეს დინარე წყალწითელა, ზუსტად აი იქ გამოდის ზევით და იქნა მოდის მერე აქ. აქეთ შედარებით დაბლობია. აქეთ ახლა პატრულის ეკიპაჟიც დგას, წესრიგს იცავს, კარგია. აი ესე ნელ-ნელა განვითარდება ტურიზმი, მთავარი ხალხმა ნაგავი არ დაყაროს. თვითონ ადგილობრივებიც მოიმატებენ აქ. აი მე ხა 3 წლის წინ ნახე ეს. ხა იმერეთში ვეძებ ხა ესეთ ადგილებს და ჩამოწერილი მაქვს სია რა. სად უნდა წავიდე და რა ადგილები უნდა მოვინახულო რა. რაც არ მინახავს ხო და ნელ-ნელა ხა დავიწყე ამ ადგილების მონახულება. ხო ეს 3 წლის წინ ნახე. 3 წლის წინ ნახე სადღაც TikTok-ზე ვიდეოები იდო და ძალიან მომეწონა და დღეს ფიქრობდით ჩვენ ახლა ოჯახი ვართ წამოსული. წამოვიდეთ, არ წამოვიდეთ, მდინარე იქნებოდა თუ არა სუფთა და აი მოღრუბლული რადგან არის, ბევრი ხალხი მაგიტომ არ არის რა. ბავშვები მოვიდნენ ახლა და ეგ არის თორე. და თიწამით გამოვიყენეთ ეს წყლისათვალე. ხო და წყლისათვალე გამოვიყენოთ ნიღბად. მერე ნელ-ნელა მერე გადავალ GoPro-ებზე და რაღაცა წყლის ქვეშ გადაღებებზე. ხო და ასევე სამეგრელოში მაქვს ჩანიშნული ძალიან ბევრი ლოკაცია დინარე ტეხურაზე და მოკლედ იქ ძალიან ბევრი. ხა მარტვილის კანიონი და სტანდარტულები ყველაფერი ნანახი მაქვს. დაჟე ადრე 2012 წელს ნავები რო შედიოდა მარტვილის კანიონში მარტო და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მაშინ არ ქონდა ეს აღებული ეს ტურისტული დესტინაცია და მაშინ ბუნების ძეგლად არ იყო გამოცხადებული და ნავებით რომ იცურავდნენ მე ისევ ცურავობდი კანიონით და ეხლა უსაფრთხოების გამო რა თქმა უნდა ეხა ისევ ვერ იცურავ არ შეგიშვებენ იმიტომ რომ ღრმა წყალია და არ არის უსაფრთხო. ხო და ეს ზოგადად ესეთ ტურისტულ ადგილებში კარგი იქნება პოლიცია ყველგან თუ იდგება რა იმიტომ რომ იქ ან მოპარვის ცდილობები რო არ იყოს რაღაცები ბავშვებმა რო არ იჭყუბონ ხალხმა რო ძალიან არ დალიოს და რა ჩეხაობა რო არ ატყდეს თავი რო არ გაიტეხონ და ასე შემდგომ რა მოკლედ საჭიროა კარგია ეს ხა კაკრას რესტორნის ეგ ქუთაისის ავტობუსები დადის მაგარი ტანდემია იმენ ტაილანდში გონია თავია იქიდან გვიმღერია ნახენა ვიბანავებ ხა ჩაოლ ვიბანავებ აი აბა წავედი ვიბანაო
გატერკია. ჩაქიმა. მოგეუბნებით PUBG-ში ვარ თქო. აჰა, ესე კაია. ტექნოლოგია. აბა თავიდან გავუშვი. გაითიშა. გაითიშა. იყვინავი თუ გინდა იმისა. აღონ მისა ერთ წამს. ჰოლივუდში. გვიანე. აგერ უფასო სიმღერა. აგარი ადგილია. დასველდა და ისინი სატარიანჩი. აბატონო, ეს ახლა სპეციალურად ვიღებ პროფესიონალ ხარისხში. ანუ რაღაცა პროფესიონალი ვაფშე ზელეველი. ჩათვალე Samsung-ის iMax-ია ეს. ეს ბოლო კადრებად იყოს ახლა YouTube ვიდეოსთვის. Facebook-ს დავდებ. ესენი სადბანაობენ. ხო. ანუ ყოველ შემთხვევაში ნახეთ რას. ეს ესე იგი წყალწითელზექს გოდოგანის საბანაოს ზევით ანალოგიური ხიდია. ფრთხილად თუ არ დადექი შეიძლება გადავარდე. აი სასწაული საბანაოა, ჩვეულებრივად შვეიცარიის ბუნებაა რა. просто განათება როგორ აუწიო ამას. აი ეს გაზაფხულობით ეთყობა დიდდება. ადიდება როგორ არ ადიდება. ძალიან ლამაზი აქაურობა, აი ძალიან. ნახეთ რა ბუნება არის. აი რომელი აუზი ჯობია ხა აი ამას. უფასო, ქლორის გარეშე შედი იბანავე.